და ფალვიო ლუჩისიანო წარმოგიდგენთ. იტალიისა და ესპანეთის ერთობლივ ნამუშევარს New Image Millennium-თან ერთად. კაპრი, იმპერატორ ტიბერიუსის სასახლე. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 33 წელი. რომის იმპერია, იუდეის პრეფექტურა, იერუსალიმი. დედა. რა ხდება? დედა. ჯუდით, დედა ჩემი სად არის? ოჯახის წევრები სად არიან? არ ვიცი, არავინ მინახავს. ჯერ მხოლოდ მე-9 საათია და უკვე დაღამდა. დედა! ჩვენაკ იმისთვის შევიკრიბეთ, რათა გავასამართლოთ მოღალატე ქალი, რომელმაც ქმარს რომაელ უცხოელთან უღალატა. ვინ თulis მას დამნაშავედ? მე ვთვლი. მე. რა სასჯელს ითხოვ მისთვის? დასჯილიქნას კანონის მთელი ძალით. ასეც მოხდება. არა. მამა. დედა ჩემი. არა. არა. პირველი ქვა. შენ უნდა ესროლო ნათან. არა. არ შემიძლია. არა. ჩაქოლეთ. არა. ჩაქოლეთ. არა. არა. ჩაქოლეთ. არა, შეიბრალეთ. არა. წადით აქედან. ტობი და წადი. წადი. არა. არა. საბოლოო განაჩენი. ქვემო გერმანია, რაინის სანაპირო. წინ რომის სახელით. დანიელ ლიოტი, დოლფ ლუნგრენი,
რომაელები შემოვიდნენ. მოიცად, ჩვენს ქურუმს კითხოთ. ქრისტო შოპოვი, ის უზმინდესობა რას ამბობს? ქრისტო ჟივკოვი. იწიზრა. ყველანი დაწაკით. აგრეთვე მონაწილეობენ ფაბრიციო პუჩი, მარია ბიაკალზონი. ვინჩენცო ბოჩიარელი. Roberto Negri, Hiro Esposito, Alessandro Bertolucci, Maria Canduro, Cedric Brile Ponsido, Fernando Guilen Cuervo. Mati Drosha memaps. Ornella Mudin Maria Magdalena Gitzkovci. Drosha! The Max von Sydow, Tiberius Drosha. მომყევით რომაელებო. რომის სახელით. Compositori Andrea Morricone. Suso Cerchi Diamingosა და Ennio Flaianos მოთხრობის სცენარის ავტორი ანდრეა ბორბორაძე. აღმასრულებელი პროდიუსერი ქრისტიან მერკური. ქურუმი უნდა დავწვათ. ჩაჩერდი. რეჟისორი ჯულიო პეისი. მას მერტებსაც სიკვდილი აით. დიდება რომის იმპერიას. A battle has been
ბრძოლა მოგებული გვაქვს, მაგრამ ერთი ბრძოლა რომისთვის საკმარისი არ არის. რომს ომის მოგება უნდა და ამისათვის რომის იმპერატორს თქვენი ლიდერი სეგიმერიუსი სჭირდება. ის გარეგნობით რომაელს არ გავს, მაგრამ ვიცი რომ ის შორისაა. შემიძლია ყველა თქვენ განიახლავე ჯვარზე გავაკრა, რათა დავწმუნდე, რომ სეგიმერიუსი მკვდარია. მაგრამ მე მას ვთავაზობ ვაჟკაცურად მოიქცეს და წინ გამოვიდეს. ამ შემთხვევაში დანარჩენებს სიცოცხლეს შეუნარჩუნებ. მე ვარ სეგიმერიუსი. ის არის? დიახ, სეგიმერიუსია. მთელი თავისი ძალითა და დიდებით. ამ ძაღლმა ყველანი დაბღუპა. სიჩუმე. სეგიმერიუს. როგორც იქთან რომ ის ხელში ხარ, მაგრამ შენი მკვლელობა შენივე ლეგიონერმა უნდა აღასრულოს. სწორედ იმან, ვინც დაგასახელა. სანაცვლოდ მას არა მარტო სიცოცხლეს შეუნარჩუნებთ, არამედ თავისუფლებასაც მივცემთ. მიდი, რაღაც უსტი. თავისუფალი კაცი იქნები. სეგიმერიუს. მეთაურო, როგორ მეთქვით, რომ სეგიმერიუსი თვითონ იყო? ამ ხალხს კარგად ვიცნობ. ბარბაროსები არიან. მაგრამ ერთგულება ახასიათებთ. თავის მეფეს არც ერთი სამეფო გვარდიელი არ უღალატებს. ურჩევნიათ მისთვის სიცოცხლეს კი გასცირონ. ამ ერთის გარდა ყველა პატიმარს უფლება მიეცით აერშიონ. ლეგიონი თუ მონობა. შენ პირად კონტროლზე მეყოლები, რა ქვია? სახელი? რიქსუსი. ჩემგან ერთგულებას მანამ ვერ ეღირსები, სანამ ამას თვითონ არ გადავწყვეტ. ნება მოგვეცი ჩვენი მეფე პატივით დავკრძალოთ. ამის სანაცვლოდ ჩემს ხმალს შენ სამსახურში ვიშიშლებ. ტიტუს ვალერიუს ტაურუსისთვის წერილი მაქვს. ტიტუს ვალერიუსი, მეშვიდე ლეგიონის მეთაური, რომის იმპერატორის სამსახურში. იმპერატორი თავისთან გიხმობთ. თქვენ გაქვთ პატივი მას პირადად შევხვდეთ. თქვენი საქმე მოადგილეს გადააბარეთ და გაემგზადეთ. იმპერატორი გელოდებათ. იმპერატორი მელოდება. იმპერატორი ტიბერიუსი უკვე ბოლო რამდენიმე წელია, რაც კაპრზე დასახლდა. ბევრმა მას კუნძულის კაცი შეარქვა. ამდენი ხნის გადასახლების შემდეგ უკან რატომ მიხმეთ? გადავწყვეტ რთული მისია მოგანდა, რომელიც მთელ შენს ძალებს მოითხოვს. ეს რაღაც მისტიკაა, რომელსაც ვერავინ უმკლავდება. მშვენიერ დღეს აპრილში, მე-9 საათზე წამოიქუფრა. დიახ, გერმანიაშიც ასე მოხდა და მიწაც შეზანზარდა. დიახ,
ეს მისტიკური მოვლენა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. მას შემდეგ მთელი ქვეყნის მეცნიერებს ვეკითხები, მინდა ვიცოდე, ამ მოვლენებს შორის რაიმე კავშირი ხომ არ არის და მგონი გასაღებიც ვიპოვე. სად? რომის არქივში. არქივის მცველებმა აღმოაჩინეს. ეს რა არის? ეს სასამართლოს მონაცემებია, მან სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა. იმპერიაში ყოველდღიურად უამრავი სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ. ეს რით არის გამორჩეული? ჩემს კომენტარში ყველაფერი მითითებულია. ყურადღებით წაიკითხე და შემდეგ გაანადგურე. ჩემი სამიზნე რა არის? იერუსალიმი, იუდეის პრეფექტურა. შემიძლია იქაურ მმართველებს ვენდო? რა თქმა უნდა. უბრალოდ შეძლების დაგვარად დამოუკიდებელი იყავი. გასაგებია. მითხარი, იუდეაზე რა იცი? ვიცი, რომ მას მართავს კაცი სახელად პილატე პონტოილი და რომ მთელი ქვეყანა გველის ბუდეა. მეტი არაფერი. ასეა. და ეს საკმარისი ინფორმაციაა. თქვენს ბრძანებებს ვემორჩილებ, იმპერატორო. სასამართლო პროცესი იესოს ნაზარეველის ეგრეთ წოდებული იუდეის მეფის წინააღმდეგ. გამოტანილი იერუსალიმის პრეტორიანის მიერ. კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა იერუსალიმში, უცხოელებო. არ გინდა მაღამ ჩემთან დაწვე? ლამაზები არიან, არა? მე გამომკრევი მეგობარო. კეთილი იყო შენი ჩამოსვლა. ამ კარს მიღმა უფრო წყნარი და განცალკევებული ადგილია. იქ მომსახურებაც უფრო სწრაფი და კარგია. კუნძულზე მცხოვრებლებმა გამოგზავნეს. თუ ასე იქით უფრო საიდუმლოდ შეგვიძლია მოვილაპარაკოთ. ცოტა ხორცი და საუკეთესო ღვინო შემოიტანეთ. ჩერის მითხარი. ამგვარ სამარცხვინო ნივთს იმპერატორის ერთ-ერთი წარმომადგენელი ქმნის. ეს საინტერესო ადგილია. ვინმესგან ამგვარი ინფორმაციის მოსაპოვებლად, მაგალითად ჩემგან. ბარაბა, როგორ მიდის საქმე? ის ძაღლები დავხოცეთ. სიკვდილის წინ ერთ-ერთმა საჭირო ინფორმაციაც კი მომაწოდა რომაელების მხრიდან მოვალათე ჯაშუშზე. ისინი არიან?
რამე ორ კაცს საჭმელს მიუტან. გარიდან გადაკეტა. ხართ. გზა აკვებნა. შემოდით. მზად უნდა ვიყოთ რამე თუ უფალი. ჩვენთან მალე დაბრუნდება და ქვეყანას შეცვლის. ჩემი სახელი სტეფანია, ეს კი ჩემი ძმა დავითი. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, დებო. აქ პირველად ხართ? მაგიდაზე დადა. სიკვდილი მოღალატეებს. ბრიქსუს მეგობრული ადგილია. ძალიან მეგობრული. ახლავე წავიდეთ. დიახ, ბატონო. მოყალატე. გახსოვდეს ბარაბა. სიკვდილს გადაგარჩინე. ბატონო. ბატონო, რომაელები გამოჩნდნენ. რაღაცას მოუგნებოდი დაამთავრე. ინფორმაცია მჭირდება. ბოლომდე ემსახურე იმპერატორს. უნდა მოძებნო კაცი, რომელიც ქალაქის კარიბჭის გარეთ ცხოვრობს. კარიბჭის გარეთ. სად? ის სახლი იუდა ისკარიოტელს ეკუთვნის. მას აკლდამას ეძახიან. აკლდამას. აკლდამა. ყველგან ეძებეთ, ყველგან. ბატონო, ეს პატრულია. ჯერნურავის ეტყვი ვინ ვართ? აქეთ წამოდი ბრიქსუს. არა ბრიქსუს. ჩვენ პირველებმა ვნახეთ. თქვენი გზით წადით. ღმერთო, იშტარის მონასტრის ქალღმერთზე უფრო ლამაზია. ერთად კარგად გავერთობით. მოდი. თავიდანებე, ის ცნობილი კაცის შვილია. ერთით მისღერით რომ ჩამოუვარდეს, იცოდეთ ძვირად დაგიჯდება. თუ არ უნდა რომ პრობლემები შეექმნას. მამამის სახლში უნდა ხარდეს გამოკეტილი, როგორც ველა წესიერი გოგო. დაიჭირე. კარგი შენაძირავა. მიშველე, მეგობარო, მიშველე. ნუ გეშინიათ, უკვე წავიდნენ. დამეჯერე აღარასოდეს შეგაწუხებენ. რა ქვია? უკვე შევხვედრილ ვართ?
როგორც ხედავ ჩვენ ადაწესებს არ იცნობ. ნუ გეწყინება უცხოელო, მაგრამ ჩემი შვილიშვილი წარმართისგან დახმარებას ვერ მიიღებს. ჩვენი წინაპრების რელიგია გვიგრძალავს ამას. რა თქმა უნდა. თქვენ ხომ ასეთი შეუღალავი ხალხი ხართ. კარგი, დახმარება იქით იყოს და ენა არ აქვს? თუ უწმინდურ უცხოელთან საუბრისაც ეშინია. საერთოდ არ ეშინია. მაშინ სახელი მითხარი. ახალგაზრდა ქალს არ ეკადრება უცხო კაც თავისი სახელი უთხრას. კარგი. მაშინ შეიძლება სახლამდე მიგაცილოთ, რათა მორიგი თავდასხმა თავიდან აკარითოთ. სხვადასხვა ის სულელი ერთრამაში მართალი იყო. ასე დროს ორი წესიერი ქალი ქუჩაში გასაკეთებს. იერუსალემის ქუჩები უსაფრთხოა, რომ არა ეს უცხოელები. თავს რომ გვესხმიან. ანუ უცხოელები, რომლებიც მერე გეხმარებიან. ჩემს კითხვას რატომ არ უპასუხეთ? ასე გვიან ქუჩაში რას აკეთებთ? ვერ გეტყვით. შიშობ სახლამდეც ვერ გაგვაცილებთ. ვერა? რა უნდა შემოგთავაზოთ, რომ თანხმობა მივიღო? გთხოვთ. იცით? ჩემ სახლს ვერ გეტყვით, მაგრამ შეგიძლიათ თქვენი მითხრათ და ისიც თუ საიდან ხართ. მადლობა ღმერთს. მე კი პრომონჯი მეკონა. მე ტიტუს ვალერიუს დაურუსი ვარ. რომიდან? რომაელი? გმადლობთ, ტიტუს ვალერიუს დაურუს. ამ სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებთ. გმადლობ. მაგრამ ახლა უნდა წავიდეთ. სანამ სახლში ჩვენს არ ყოფნას გაიგებენ. ჩვენზე ნუ იდარდებთ, ახლოს ცხოვრობთ. ღამემშვიდობისა ქალბატონო, რომელიც არ ამბობს თავის სახელს. მშვიდობით, ტიტუს ვალერიუს დაურუს. ბატონო. ბატონო. კიდევ ერთი პატრული მოდის. ბატონო, სწრაფად. წავიდეთ. დიდება თქვენ და პილადე პონტოელო. იმედი მაქვს შუაღამის სასერიოზული მიზეზით მაგვიძებთ. სადმე ახალი აჯანყება? ასეთ უმნიშვნელო საკითხზე არასოდეს შეგაწუხებდით. საქმე უფრო სერიოზულადაა. საიმპერიო ტიტული. ერთ კაცს აღმოუჩინეთ, რომელიც ტავერნაში ბარაბასთან და სხვებთან ჩხუბის შედეგად მოკლეს. ეჭვი მაქვს იმპერატორის საიდუმლო ინფორმატორი იყო. ხომ შესაძლოა ეს ტიტული მას სულაც არ ეკუთვნოდა. როგორც მოწმეები ამბობენ, ის კაცი კიდევ ერთ უცხოელთან ერთად იჯდა მაგიდასთან. რაღაცაზე ფარულად საუბრობდნენ. იმპერატორის დესპანი იერუსალიმში შეუმჩნევლად ჩამოდის. და პირველ რიგში ტიბერიუსის დესპანს თხოვს ინფორმაციას. ნათელია, რომ იმპერატორმა აქ საიდუმლოდ ახალი გამომძიებელი გამოგზავნა. იცი ახლა სად არის? ჩემი ხალხი დავადევნე, მაგრამ ძველ ქალაქში კვალი დაკარგეს. კარგი. იპოვეთ. რომ ვიპოვით, რა ვქნათ? მას სრული უფლება აქვს ყველას მითითებები მოგცეს. თქვენც კი. პაულოს ფუსკოს. იმედი მაქვს, ჩემი ადმინისტრაციის საიდუმლო ინფორმაციის ამაბეზრებთან გამჟღავნებას არ აპირებ. მე თუ დავეცემი, შენს იგივე გელის. გახსოვდეს, ჩემი შეცდომა შენი შეცდომაა. მე თქვენი შეცდომა ჯერ არ მინახავს, პრეფექტო. რა თქმა უნდა. შეცდომებს არასდროს ვუშვებ. აულოს ფუსკოს.
როდესაც იმ კაცი გადაეცი, რომ პრეფექტის სადილად ეპატიჟება. რა თქმა უნდა, უარს ვერ იტყვის. ხატრული ფილმის სპონსორია გერმანული უკაცრავად. გვითხრეს, რომ აქ ახლომახლო იუდა ისკარიოტელი ცხოვრობს. იმ ადგილს საკვდამას ეძახიანო. რამე ხომ არ იცით? იცით, იუდაზე არაფერი ვიცი, მაგრამ რაც შეეხება აკვდამას, აი, იქ არის. მადლობთ. იუდა მკვდარია, მისი სახლი მე ვიყიდე. იქნებ ნათესავები ხავს ან მეგობრები? რაღაც საქმე გვაქვს. მეგობრები? მან საკუთარ მოძღვარს უღალატა, ჭეშმარიტ იესოს. ცოცხალი რომ ციყოს, მეგობრები ძაღლივით მოკლავდნენ. ან იქნებ უცდები. შეიძლება ეპატიებინათ კიდეს. უცნაური ხალხია. ერთ-ერთ მათგანს მაინც უნდა შევხვდე. აუცილებელი საქმე მაქვს. ხავთ. მართლა არც ერთს არ ვიცნობ, მაგრამ როგორც ვიცი, მათ ვიღაც კიდევ ეძებდა. ვიღაც ჯაშუში მონასტრიდან. რაკია? საულ ტარსუსი. სად უნდა მოძებნა? რაბინთა სკოლაში დადის ხშირად. ბაზართან ახლოს. მონასტრის პირდაპირ. თითქმის მთელი დღე აქვთ და არაფერი ხდება. რა ვქნათ? მოთმინება ბრიქსუს. ამ საქმეს მოთმინება შეიძლება. აი, ის არის საულ ტარსუსი, მაგრამ ურავის ეტყვით, რომ მე დაგანახე. საკმაოდ გავლენიანი კაცია. გზიდან ჩამომეცალეთ. სტეფანე გაუშვით, ჩემი ძმა გაუშვით. დავით, იესოს მოსწრება არ დაივიწყო. მიდი, დაიცავი შენი ძმა. მიდი, დაიცავი ძმა. არა. თუ დაგთან ხდები არაფერს დაგიშალეთ. სიძულვილით ნუ უპასუხებ. მიდი, ხომ გიყვარს, დაიცავი. ძმის დაცვა შენი მოვალეობაა. არა, არა. შეჩერდით. ყველანი დაპატიმრებული ხართ. დაყარეთ ხმლები. პრეფექტი ქუჩებში ასეთ აყალმაყალს ვერ აიტანს, მით უმეტეს სულელური რელიგიური უთანხმოების გამო. დაედევნეთ. იჩ დაედევნეთ. ხუთი კაცი სწრაფად.
ნუ გეშინია. მეგობარი ვარ. უბრალოდ რაღაც მინდა კითხო. გაგიშენ და დამბები რომ არ იყვირებ. შენი ძმა რატომ არ დაიცავი? იპასუხე რატომ არ დაიცავი შენი ძმა? ლაჩარი ხარ? რაბიდმა ასე გითხრა. სიძულვილით ნუ პასუხებდა. ვინ არის ეგ რაბინი? მეთაური მიყავს. იესო ნაზარელი. გამიშვი. იესო ნაზარელი. შეხვედრი ხარ მას? გამიშვი. მოდია. აკეთ. შენ ვინ ხარ? დაპატიმრებული ხარ. მეთაურო. შვიდად ვრიცოს. დამშვიდე. აბა? გონი უკვე შევხვედრი ვართ ტავერნაში. მე ტიტუს ვალერიუს ტაურუსი ვარ. მე-7 ლეგიონიდან იმპერატორის ოფიციალური წარმომადგენელი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იერუსალიმში. თქვენი აქ ყოფნის შესახებ უკვე შევიტყვეთ და პრეფექტი ანტონიას ციხესიმაგრეში გელოდებათ. სადილად გეპატიჟებათ. ასეთი გულითადი მოპატიჟებისთვის გმადლობ. თქვენს დიდებულ სასახლეში სტუმრობა დიდი პატივია, პილატე პონტელო. მობრძანდით კონსულო. კლავდია პროკულა. მობრძანდით. მითხრეს სირიიდან თქვენთვის ულამაზესი ქსოვილები ჩამოუტანიათ. მობრძანდით. სახელოვანი სტუმრის მიღება დიდი პატივია. ათეულის მეთაურს შეტაკების დროს სადილად ჯერ არასდროს დაუპატიჟებდა. დარწმუნებული ვარ, ეს შეტაკება თქვენივე უსაფრთხოებისთვის იქნებოდა. იერუსალიმის ქუჩები რომაელი სტუმრებისთვის არც ისე უსაფრთხოა. გთხოვთ, ცოტა ხნით აქეთ გამოვყვეთ. სადილის მალე იქნება მზად. იერუსალიმის ქუჩებში არაფრის მეშინია, პრეფექტო. ბოლო 15 წელი გერმანიაში ბრძოლაში გავატარე. ასე რომ, ვიცი, როგორ დავიცვა თავი. ჩრდილოეთელ ბარბაროსებს გაშლილ მინდორზე ებრძოდით. აქ კი არის იმტერისად ჩაგისარდება. მოულოდნელად თავს დაგესხმება და სწრაფადვე გაუჩინარდება. ხომ გახსოვთ ტავერნაში რაც შეგეთქვათ? მე მხოლოდ თქვენი დახმარება მინდა. უბრალოდ უნდა მითხრათ აქ რა მიზნით ჩამოგბრძანდით. სადილი მზად არის. ჩემი ცოლი, კლავდია პროკულა. გამარჯობა, კლავდია. გამარჯობა. მე და ტრიბუნს მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს. მოგვიანებით შევგერთდებით. კი, მაგრამ სტუმრები გელოდებიან. გთხოვ. კლავდია. ასეთი სახელით იმპერატორის ნათესავი უნდა იყოს. დიახ, ბიძაშვილია, მაგრამ ამ პროვინციაში ჩემი მმართველად დანიშვნის მიზეზი ეს არ ყოფილა. ასე რომ იყოს ტიბერიუსი უფრო იოლ საქმეს შემომთავაზებდა მაგალითად საბერძნეთს ან ბისინიას. შეკითხვაზე არ მიპასუხეთ. აქ რა მიზნით ჩამოხვედით? წამოდით, ტრიბუნო. სტუმრები გველოდებიან. გვამს ვეძებ. რა? რა თქვით? გვამს, რომელიც გაუჩინარდა. ჩემი გამოსხარავება გინდათ? სულაც არა. სულ ახლახანს ერთი იუდეველი მოძღვარი სიკვდილით დასაჯეთ. მე ბევრ ასეთ განაჩენს მოვაწერე ხელი. შფოთვარე ქალაქია. მაინც ვისეძებთ. ვინმე იესოს.
ნაზარეთიდან. იესო? არ მახსენდება. ასეთი სახელი აქ ბევრს ქვია, მაგრამ ის გვამს რატომ ეძებთ? იმიტომ რომ ის გაუჩინარდა. ან როგორც ამბობენ, მკვდრეთით აღსდგა. ტიტუს ვალერიუს ტაურუსისგან იმპერატორ ტიბერიუს ავგუსტუს. დიდება იმპერატორს. თქვენი დავალების მიხედვით ახლა იუდეაში ვარ, ქალაქ იერუსალიმში. როგორც კი ხმელეთზე ფეხი დავდგი, მიუხედავად ჩემი საიდუმლოდ ჩამოსვლის მცდელობისა, მაშინვე თავს დამესხნენ და ერთ-ერთი ჩვენი ინფორმატორი მოკლეს. ამჟამად თქვენს მიერ დანიშნული პრეფექტის პილატე პონტოელის სტუმარი ვარ. ის ირწმუნება, რომ იუდეველ რავინზე არაფერი სმენია, თუმცა კი მის მიმდევრებს სდევნის. ნამდვილად რაღაც ის ეშინია. როგორც ჩანს, იესო მკვდარი უფრო საშიშია, ვიდრე ცოცხალი. მართლა მოკლეს თუ არა, ამას სულ მალე გავარკვევ. თქვენმა საუკეთესო ჯაშუშებმა ვერაფერი მოახერხეს. რატომ გონიათ, რომ მას გამოუარამე? თავისი სიამაყე არ მისცემს უფლებას, სანამ სიმართლეს არ გამოარკვევს საქმე მიატოვოს. შეიძლება რამე იცოდეს, მაგრამ ხშირად სიმართლე საშიშიც არის. შეიძლება რაღაც გითხრათ, კეისარო? მგონი თქვენ იმის დადგენა უფრო გსურთ ადამიანის მკვდრეთით აღდგომა შესაძლებელია თუ არა? ხომ ასე? ყოველთვის მაინტერესებდა იმ ქვეყნად რა ხდება. იმიტომ რომ ყოველი წვრილმანი მაშინებს. პილატე სად იყო? აი იქ იჯდა. წადი დაჯექი. კი, მაგრამ დაჯექი მეთქი და ესა ეკითხე, გამომართე. სენატი და სრულიად რომის მოსახლეობა იესო ნაზარეველის წინააღმდეგ. ვინ ხარ? და აქ რატომ მოგიყვანეს? ვინ ხარ? და აქ რატომ მოგიყვანეს? რატომ არაფერს ამბობ? შემიძლია სიცოცხლე შეგინარჩუნო ან სიკვდილი მოგისაჯო? და პატიმარმა უპასუხა, შენ სამისოდ ძალა არ გეყოფა, თუ თავად უზენაესმა არ მოგანიჭა. მე ძალა უფლებათვით იმპერატორმა მომანიჭა. შენ თავს იუდეველთა მეფეს უწოდებ და ბრალიც ამაში გედება. ეს სახელმწიფო დანაშაულია. არა არის მეფე გარდა იმპერატორისა. არა არის მეფე გარდა იმპერატორისა. მიპასუხე, ხარ თუ არა იუდეველთა მეფე? ხო? თუ არა? ჩემი სამეფო ამ კორნეული არ არის. აი გააკრეს ჯვარზე. რამდენ ხანს გაგრძელდა მისი ტანჯვა? 9 საათზე გარდაიცვალა. ცენტურიონა, მე თუ შემოწმე. მე ჯარისკაცი ვარ. სიკვდილს კარგად ვიცნობ. იესოს ჯვარი რომელი იყო? აი ეს. იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე. იმ ქალს ისნობ?
მისი დედა. იესოს დედა. ქალები ვინ არიან? არ ვიცი. იესოს ბევრი მიმდევარი ქალი ჰყავდა. როგორც ხედავთ, ისინი ყველაზე ერთგულნი აღმოჩნდნენ მისი მოძღვრებისა. სიკვდილის მერეც მისი ერთგულები არიან. ქალებს უსასრულო ერთგულება შეუძლიათ მათ მიმართ, ვისგანაც ნამდვილ სიყვარულს გრძნობენ. მათ ნამდვილი სიყვარული იციან სიკვდილამდე და სიკვდილის მერეც კი. ელაია, უფლის წინაშე ჩემს ქალიშვილს შენ გაძლევ. როგორც კი ყველაფერს მოვაგვარებთ, ქორწილსაც გავამართავთ. ღვთის წინაშე თანახმავარ დათქმულ დღეს იგი ცოლად შევირთო. მიშველებებია, არ შემიძლია. ამას სიკვდილი მირჩევნია. ვიცი, სადაც არის. ვინ? იესო ნაზარეველი. გამომყევით. სად ვართ? ასეთი უკაცრიელი ადგილი არასდროს მინახავს. ეს გენა. იუდეველები დემონთა თავშესაფრად მიიჩნევენ, ცოდვილთა სულები აქ სახლობენ. მეორე ჯოჯოხეთია. და აქ იმალება მათი იესო. ჯოჯოხეთში? აი, იესოს მიმდევრების. თავიანთ საგანძურთან ერთად მიიპარებიან. იმურემზე ზეწრის ქვეშ სწორედ იესოს ნეშტია. რაც იმას ნიშნავს, რომ ნამდვილად მკვდარია და არავითარი მკვდრეთით აღდგომა არ ყოფილა. წინააღმდეგობას არც გაგვიწევენ. იესოს მიმდევრები ნამდვილი ლაჭრები არიან, მაგრამ შიშობ გვამის დაწვას მოისურვებენ, რათა სიკვდილის მტკიცებულება გაანადგურან. მათ კვალს ჩრდილოეთიდან მივყვები. მეორე რაზმი კი ფუსტოსის ხელმძღვანელობით სამხრეთიდან გადაუკეტავს გზას. თუ კი ამ დროში გვამის განადგურებას გადაწყვეტენ, შეტევის განხორციელება თქვენ მოგიწევთ. შევთანხმდით? რომაელები. ცეცხლს უკიდებენ. წავედით ბრიქსუს, სწრაფად. მოდი. შეჩერდით. თუ დაგხოცავთ, უიარაღოები ვართ.
ფრთხილად ბატონო. სწრაფად ტრიბუნი განსასწრებელშია. კარგად ხარ ტაურუს? ეს არის ესა. ამოიცნობთ? არ ვიცი, სახე წაშლილი აქვს, მაგრამ სიმაღლე და ტანი კი... ის არის, არწმუნებული ვარ. ხელებსა და ფეხებზე ლურს მნის კვალს. ხედავთ? აი, შეხედეთ. ბრიქსუს. ამ გვამის იერუსალიმში გადატანა შენ გავალებ. იარალისთან წაიღე და ეს ნაზარეველებიც წაიყვანა. უნდა დავკითხოთ. დიახ, ბატონო. აქ რისთვის მიხმეთ ტრიბუნო? და საერთოდ მაგ ცხედარს თავს რატომ არ დაანებებთ? ეს იესო ნაზარეველის სხეული არ არის. რას ამბობთ? აბა ლურსმნის კვალს რით ახსნით? ლურსმნები ჩაჭედებულია, მაგრამ გარშემო კანი დაზიანებული არ არის. სისხლის კვალიც კი არსად ჩანს. ღრმა ჭრილობებით არსად არის ადამიანისა, რომელიც ჯვარზე საათობით ეკიდა. ღვთის გულისათვის რას გულისხმობთ? რომ ეს ჭრილობები ამ სხეულზე სიკვდილის შემდეგ სპეციალურად არის გაკეთებული, რათა მისთვის ჯვარცმულის სახე მიეცათ. ეს ის სხეული არ არის. ეს ჯვარცმული კაცის გვამი არ არის, პილატე. ეს არ არის იესო ნაზარეველი. რა სისულელია. ეს იესო ნაზარეველის სხეულია და ეს ყალთაბანდება მისმა მიმდევრებმა ჩაიდინეს. ოფიციალური ინფორმაცია ეს არის. და მოვალე ხართ დაიჯეროთ. თუ არა და იცი რას გეტყვი? ეგ ოფიციალური ინფორმაცია მეც კარგად გამოვიძიე. ნაზარეველებისგან. გამოვიძიეთ? მაინც რა გამოვიძიეთ? რა და მათი ბრძოლის ხერხები? ბრძოლაში კაცი თავის თქმას ამჟღავნებს. მათი ბრძოლის მეთოდები კი ერთ რამეს მაგონებს. არენას. რას ლაპარაკობთ? გლადიატორები იყვნენ. კარგად გაწვრთნილი გლადიატორები. და თქვენი აზრით ეს თავდასხმა ვინ დაგეგმა? ვისაც ჭირდებოდა? იმედი მაქვს არ ეჭვობთ, რომ სანამ არ დავამტკიცებ, არაფერს ვაჭვობ. ჯერჯერობით. ჩემი მოსაზრებები ნათლად გამოვხატე. იმპერატორისადმი გაგზავნილ წერილში. მაპატიეთ, სულელურად მოვიქეცი. მგონი მართალი ხარ ტრიბუნო. უნდა გამოვიზიოთ ამ შეთქმულების უკან ვინ დგას. ეჭვიც არ მეპარება. ხო მართლა რაღაც მინდა გთხოვოთ. რაც თქვენს ებრაელ მეგობრებთან და მონასტრის წინამძღვართან ცოტა არ იყოს პრობლემებს შეგიქმნით. მაინც რა? შენთან არიან. მარიამ. სტეფანე.
დავით. ძმაო, ნება მივცეთ იესოს მიმდევრებს ციხეში მნახველები ჩვენი ნებართვის გარეშე მიიღო. ეს ჩვენივე დაკნინების ტოლფასია. გთხოვთ, გაგვიგოთ. ეს პოლიტიკური საკითხია. იესო უარყო და ვაღიარო, რომ ცრუ წინასწარმეტყველი იყო. სტეფანე, შენი სიცოცხლე ფეთზე კიდია. თავის გაწირვას არავინ გთხოვს. პეტრემაც კი, იმ ღამით, როდესაც იესო დააპატიმრეს, სამჯერ უარყო. ამას თვითონ პეტრემ თხოვს? არა, მხოლოდ მე. მოგკლავენ, არ გეშინია? სიკვდილი არ არსებობს, მარია. და ეს შენს კარგად იცი. შენ ნახე იესო. ნახე იგი აღდგომის შემდეგ. იგი სიცოცხლის სიყვარულს გვასწავლიდა. ასე ადვილად მას არ დათმობდა. დაცვა, მივდივართ. გაგავი. მარიამ მაგდალინელი თავის გულის თმას ახვა. მაგრამ ჩემგან ზედმეტად ბევრს ითხოვს. მაგდალინა. მადლობელი ვარ. მშვიდობა თქვენდა. შეიძლება დაგელაპარაკო მოძღვარო. ხომ იცი რომ მე მოძღვარი არ ვარ. ჩემთვის ხარ. შენი სიტყვები სიბრძნითაა სავსე. რამდენი წლის ხარ? 18-ის. შენზე 1 წლით უფროსი ვარ. მე რა უნდა გასწავლო? ვიცი რაც უნდა მთხოვო. ელაიაზე შენი ნიშნობიდან გათავისუფლება გინდა. ხომასია? აღთქმა მამა ჩემა დადო. მე არა. მაგრამ მამას როგორ შევეწინააღმდეგო? ვერ შეეწინააღმდეგები, მაგრამ რაღაც შეგიძლია მოიმოქმედო. დაელაპარაკე მამას. ისევე გულახდილად, როგორც ახლა მე მელაპარაკები. და ადრე თუ გვიან, მის გულს მოიგებ. რა იყო? არ მინდა მოვკვდე. უსახელო გოგო. თქვენ? ქუჩაში უცხო კაცს ვერ დავალაპარაკები. მე არ მელაპარაკები სახელს არ მეუბნები, აი იმ კაცთან კი ციხეში საკმაოდ თბილად საუბრობდი. ასე ნუ ლაპარაკობთ. თავისი წმინდა საუბრებით თავიდან მეც გამაბრიყვა, მაგრამ ახლა ხვდები ამ სიტყვებს მკვდრეთით აღდგომაზე, მარადილ სიყვარულზე ისეთ გულუბრყვილო გოგონებთან როგორიც შენ ხარ. და კარგად იყენებს. ასე როგორ ლაპარაკობთ? ის თავის სიცოცხლეს წირავს. სტეფანე თქვენაერ ამბარტამ ახალ ხსათი თავის ჯობია. გთხოვ. აბადე. იქნებ ვწდები. არ ვიცი. ღმერთო, რატომ არ ესმის, რომ მასთან საუბარი არ შემიძლია? მაინც უნდა გელაპარაკო. კარგი. შენ თუ ვერა, მაშინ ღმერთებს გავესაუბრები. კარგი? ო ღმერთო, დააჯერე, რომ მე მხოლოდ მასზე ვზრუნავ. და უბრალოდ მინდა ვურჩიო ფრთხილად იყოს. მაგრამ თუ კი ჩემი დაუფიქრებლობის გამო რამე ვაწყენინე, მთელი გულით ვთხოვ პატიებას და მხოლოდ ერთი მინდა, თავისი სახელი მითხრას. მეტი არაფერი, მხოლოდ თავისი სახელი. ღმერთო, ეს რომაელი მანამ არ გაჩუმდება, სანამ თავისი დაუფიქრებლობის გამო ქვებით არ ჩაგქოლავენ. და კიდევ მინდა გთხოვო, რომ მაპატიო ასე რომ ავატირე. ღმერთო, გთხოვ, ამ რომაელს უთხარი, რომ სულაც არ ვტირი და მით უმეტეს მისი გულისთვის.
გავრავრას ამბობს? არ უნდა აღიაროს რომ ტიროდა რა? მესმის რომ ამაყი გოგოა. კარგად მესმის. მარტო ჩემო. მეხის დასცემია ყველა რომაელს. კარგი, მაგრამ სანამ მეხი დამეცემა გთხოვ, სახელი მაინც მითხარი. სახელი. მხოლოდ სახელი. ასე რატომ გაინტერესებს? როგორ ვიფიქრო შენზე, როცა სახელიც კი არ ვიცი. მირიამი მქვია. მაგრამ ბავშვობიდან ყველა დაბიტას მეძახის. ეგ რას ნიშნავს? ქურციკს. ქურციკი? ხვდები რატომ მათ შეგარქვეს? ახლა სანამ ვინმე დაგვინახავს, წავალ. კიდევ ერთი, მოიცა. ნება მომეცი გირჩიო. იესო ნაზარეველის მიმდევრებს ნუ აყვები. თავს ილუზიებით ნუ მოიტყუე. არც კი გესმის რას ამბობ. თუ კი მართლაც აღსდგა მკვდრეთით. ახლა სად არის და რატომ ემალება? მითხარი. იესო არავის ემალება. და საერთოდ ამაზე ვერაფერს გეტყვი. კარგი. დაბიტა. შალომ, ტიტუს ვალერიუს ტაურუს. თუ კი მართლა გინდა იესოზე შეიტყო, ბეთანიაში უნდა წახვიდე. იქ ერთი კაცია, რომელიც დაგეხმარება. მას ორი და ჰყავს და ლაზარე ჰქვია. გამარჯობა დიდო მოწყარო. გამარჯობა ნათან. დიდი ხანი არ მინახი ხარ. რაღაც მინდა გითხრათ. ხატრული ფილმის სპონსორია გერმანული არის აქ ვინმე? ლაზარე წასულია. მაგრამ არა კარგ საქმეზე. თქვენ რა იცით ბატონო? უცნაურია. ეს ადგილი საკმაოდ ძვირი აღირება. მაგრამ ისე მიატოვეს. თან არაფერი წაუღიათ. ალბათ ხალხს გონია, რომ ლაზარე მალე დაბრუნდება. აკაურობა არავის სჭირდება. დაწყევლილია. წამოყვებით. გვინდა რაღაც გაჩვენოთ. რა იცოდით აქ რომ მოვიდოდით? ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს. ალბათ ისიც გეცოდინებათ ლაზარე და მისი დები სად არიან. არ ვიცი, ალბათ ჩათვალეს რომ აქ აღარ დაედგომებოდათ და წავიდნენ. ეს ქვა აკლდამის შესასვლელს ედო. ლაზარეს შიგნით იყო. საბრუბელში გახვეული. შემდეგ აქ იესო გამოჩნდა თავის მიმდევრებთან ერთად და სასწაული მოახდინა. ღვინო მიირთვით, ჩვენი საუკეთესო ვენახებიდან არის. განაგრძეთ საულ. მერე რა მოხდა? ქვა გადასცით. ისმა მიმდევრებმა გადააგორეს ქვა, რომელიც აკლდამას იცავდა. შემდეგ იესომ ხელები აღმართა და ხმამაღლა წარმოთქვა. ლაზარე.
გამოდი გარეთ. დაგვდამაში 4 დღის ყოფნის შემდეგ საბრუღელში გახვეული ლაზარე გარეთ გამოვიდა. სიცოცხლე დაუბრუნა ისევე როგორც პასექის დღეს. ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის. მას რომ ადამიანის გაცოცხლება შეეძლო, ეს მანამდეც იყო ცნობილი, სანამ ნაზარეველი ქალები იერუსალიმში ჩამოვიდოდნენ. თქვენ ამბობთ, რომ ეს უბრალოდ წარმოდგენა იყო? რეპეტიცია, კოსტუმირებული წარმოდგენის წინ, რომელიც უფრო მეტს გვიმზადებდა საკუთარ აღდგომას. თასი. ღვინო, მოწამლული იყო ბრიქსუს. ბატონო, ბატონო. ტიტუს ვალერიუს ტაურუს. ტიტუს ვალერიუს ტაურუს. აქ ვარ. აქ ვარ. მიშალეთ. გთხოვთ. მიშველეთ. ტიტუს ვალერიუს ტაურუს. გამოდი. ჩემო ბატონო. ძალიან ვეცადე, ბატონო. იმედი მაქვს კარგად ხარ, დიდო ტაურუს. როცა პილატე ამ ამბავს შეიტყობს ყველას, ჯვარზე გაგაკრავთ. ყველას. რა მგონია? გთხოვ, მოგვიტევო ეს პატარა წარმოდგენა. სხვანაირად არ დავგიჯერებდი, სანამ თვითონ არ გამოცდიდი. შემოკვდი და მგვრეთით აღსდეგი. რას ამბობთ? ღვინო, რომელიც დალია დროებითი სიკვდილის გამომწვევ ნივთიერება შეიცავდა. ასეთი სიკვდილი რამდენიმე საათს ან დღეს გრძელდება. ამას შენივე მსახური დაგიდასტურებს. შენ 3 დღე და 3 ღამე მკვდარი იყავი. ასეა, ბატონო. მაგრამ შენ არ მომკვდარ ხარ. ისევე როგორც თქვენი თანამემამულე ლაზარე ან იესო ნაზარეველი. სიმართლე თქვენს თვალწინ გამოვააშკარავეთ. იესოს მიმდევრებს, ამ გულუბრყილო და მიმდობ ხალხს ეშმაკი შეუჩნდათ. ახლა წადით.
და ყველა შეატყობინეთ ის, რაც აქ იხილეთ. წადით. ვაპატე. ხანდახან ჩვენი მეთოდების არისკვა, მაგრამ აუცილებელი. განაუფლება უნდა მივცეთ მათ თავიანთი სიგიჟე გაავრცელონ. იესოს მიმდევრებს ხალხის ორად გაყოფა შეუძლიათ და შენი გამოძიებაც ამას შეუწყობდა ხელს. ახლა მჯერა რომ შენი გამოძიება უკვე დასრულებულია. ლონგინუს, თუ ჩემს შეკითხვებს არ უპასუხებ, შენი დაპატიმრება მომიწევს. რა შემადანაშაულებ? იმაში, რომ სწორედ შენ მიეცი იესოს დროებითი სიკვდილის გამომწვევის სითხე. მის სიკვდილში რომ დარწმუნებულიყავი. გვერდში აი, ეს შევარჭე. დაცადე, თქვას. გულამდე გავუყარე. ვინმე დაგიდასტურებს? ჩემი მაამრებიც იქ იყვნენ. მათ ნახეს, რაც მოხდა. ტრიბუნო, ეს ქალი თქვენს ნახვას ითხოვს. ამბობს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა უთხრაო. ვინ ხარ? აბიდა. სტეფანეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. შენ ერთადერთი ხარ, ვისაც ჩემი დახმარება შეუძლია. სტეფანე! სტეფანე! წადი აქედან. წადი! დავიდე. ეცალა. ბატონო. ძალიან ბევრი არიან. სიჩუმე. ვერაფერს გავხდებით. დღეს რომის პრეფექტის გადაწყვეტილებით სტეფანეს ქვებით ჩავქოლავთ. დიახ, მოდით ჩავქოლოთ. ნუყურე. წამოდი. ბრიქსუს არ დარჩი. სტეფანე. მის სახლში აღარ დავბრუნდები. აბასაც ახვალ. ქრისტეს მიმდევრებს მოვძებნი. მარიამ მაგდალინელმა მითხრა, რომ ისინი გალილეაში არიან და დაძმებივით ცხოვრობენ. იესო ნაზარეველის ხაბრების კიდევ გჯერა? მას შემდეგ რაც სტეფანეს თავგანწირვა ნახე, ამას როგორ ამბობ? სტეფანეს რწმენა ქონდა, ის გაბედული ბიჭი იყო და უსამართლოდ მოექცნენ, მაგრამ მე მხოლოდ იმის მწამს, რასაც ვხედავ და რისი ახსნაც ჩემს გონებას შეუძლია. და რას გკარნახობს შენი გონება? თუ კი იესო ცოცხალია, მისი მოძღვრება შენი და სტეფანეს მსგავსი ხალხის იმედებზე თამაშობს. ახლაც აგროვებენ მიმდევრებს და როდესაც ხელსაყრელ დროს ნახავენ, აჯანყდებიან და იმას მიიღებენ, რაც უნდათ. ესმის? რას? ძალაუფლებას. ფულს. როგორც ყველა. შენ მხოლოდ ეგ გაწუხებს. ძალაუფლება, ფული. შენ რომაელი ხარ და სიყვარულის ძალის შესახებ არაფერი იცი. მართალი ხარ. მართალი ხარ.
სიყვარულზე არაფერი ვიცოდი. სანამ აქ ჩამოვიდოდი. სიყვარულს აქვეზიარე. არ მინდა რომ გალილეაში წახვიდე. მინდა ჩემთან ერთად რომში წამოხვიდე. მინდა დავქორწინდეთ. მინდა რომ გაგაბედნიერო. მომეცი ხელი. ხელი მომეცი. კაცის ხელს არასოდეს შევხები ვარ. სირცხვილია. აკრძალულია. მიყვარხარ. ეც მიყვარხარ. სად მიდიხარ? შენი ფეხსაცმელები სტეფანეს სისხლშია ამოსვლილი. წადი, სახლში დაბრუნდი და მოემზადე, ხვალ ქორწილი გაქვს. ესმის? ხო, ხვალ ქორწილი მაქვს. შენ გინდოდა რომ ეს ჩემთვის ყველაზე საშინელი დღე ყოფილიყო. მაგრამ უბედნიერესი დღე იქნება. იმიტომ რომ დღეს იმ კაცს მიყვები, რომელიც მიყვარს. რა სამბობ? ვინ არის? ვინ არის? რომაელია. თავისთან წამიყვანს. აქედან შორს, ძალიან შორს. რომაელი, დედა შენის მსგავსად. დიახ. მე დედას ვგავარ და ამით ვამაყობ. ვამაყობ. ენა ჩაიგდა. მე ის კაცი მიყვარს. გაჩუნდი. მიყვარს. უმად. გაჩუნდი. 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 ენა ჩაიგდა. გაჩუნდი. 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 შუმან, შუმან. არა. ნათან. ნათან. მირიამ. დაბიტა. 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 გაგვიძე. გაგვიძე. დაბიტა. დაბიტა. წადი ჩქარა. რა მოხდა? სახლში წადი. მიდი. სად არის დაბიტა? ჩქარა. ჩქარა გთხოვ. გააღეთ. კარი გააღეთ. ვიხარ. ექიმი ვარ. სერიოზული ჭრილობები აქვს. რა დაემართა? გითხარი. თავში ჩაარტყეს. მე ვჭერ, რას გულისხმობ? ეს რას ნიშნავს? იმას რომ გვდება. ის მე მოკალი. მე? შენ.
როგორ გაბედე? ის ჩვენ ორივე მოვკალით. მე მინდოდა დარჩენილიყო შენ გინდა რომ წაგეყვანა. მისი შეცვლა გინდოდა. აი ეს რა მოხდა? მიდი მომკალი. მომკალი. გაჩერდი. რას აკეთებ? მას მაინც არაფერი ეშველება. მომკალი. როგორ უშველო? მას რამდენიმე საათი სიცოცხლე გადარჩენია. სად არის? მაღლა. დაბიდა. გდები? რა გაგიკეთო საყვარელო? იესოს მოციქულები მომიყვანე. მინდა იესოზე მელაპარაკონ. მის სამეფოზე. სთხოვე ჩემთვის ილოცონ. დამპირდი. მეშინია. აქ ისე ბნელა. გპირდები საყვარელო. მაგრამ შენც უნდა დამპირდე რომ გამოკეთდები. სანამ დავბრუნდები, მთელი ძალით იბრძოლებ. დამპირდი. დამპირდი, დაბიდა. საყვარელო, გამაგრდი. ეს არის შენი ათქმული მიწა. ასეთი ადგილით შეიძლება ლამაზად მოგეჩვენოს. ხატრული ფილმის სპონსორია ეს გალილეა, იესოს სამშობლო. შვიდობა შენ და მარიამ. მე ტიტუს ვალერიუს ტაურუსი ვარ, რომაელი. და შენს ვაჟთან შესახვედრად დიდი გზა გამოვიარე. იმპერატორმა გამომგზავნა იესოს მოსაძებნად და გამოსარკვევად. მართლა თვითმარქვია თუ არა. მაგრამ ეს ყველაფერი აღარ მატარდებს. ახალი საზრუნავი გამიჩნდა. ჩემი საყვარელი ქალი გვდება. მას ჯერა შენი ვაჟის და ახლა ისი დახმარება სჭირდება. გთხოვ. გემუდარები.
გემუდარები დამეხმარე. ვიხარ? სიმონი მქვია, მაგრამ პეტრეს მეძახია. იესოს სხეული რატომ მოიტაცე? იესო მკვდრეთით აღსდგა. ის ცოცხალია? ცოცხალია? მაშინ სად არის? თავის მამასთან დაბრუნდა. სამოთხეში. ესე იგი ცოცხალია, მაგრამ სამოთხეშია. რა კარგია. ჩემი საყვარელი ქალი იმიტომ მკვდება, რომ თქვენი გიჟური აზრების ჯერა. აქ იმისთვის მოვედი, რომ გთხოვოთ მასთან, დაბიდასთან, იერუსალიმში გამომყვეთ. თუ კი იესომ მისი საწმყოს ბრძანებლად შენ დაგტოვა, უნდა წამოხვიდე და მასზე და მის სამეფოზე დაელაპარაკო. ის ზღაპრები მოუყევი, რითაც ღარიბებს ატყუებთ. და იმედით მოკვდეს, რომ იქ სიბნელის ნაცვლად ახალი სამყარო ელოდება. არ შემიძლია. რატო? თელს იერუსალიმში გვდევნია. უბრალოდ ლაჩარი ხარ. გავიგე, რომ მისი ჯვარცმის დღეს სამჯერ უარყავი. მართალია. მართალია. მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ჩემს საწმყოზე პასუხისმგებელი მე ვარ. ერთის გულისთვის ყველას ვერ მივატოვებ. თაღლითები. თქვენ თაღლითები ხართ, მე არაფერი. თქვენი ხალხი ჩემს ხალხს გავს. გვასწავლიან საკუთარი სიკვდილის არ გვეშინოდეს. რადგანაც ეს არის ყველა მეომრის ბედი. მაგრამ საყვარელი ადამიანის სიკვდილისთვის წამალი არ არსებობს. ოდესმე საყვარელი ადამიანი თუ დაგიკარგავს ბრიქსოს. სოლი და ვაჟი მყავდა. ჩვენს ტყეში შავი ჭირი გაჩნდა. ეს იყო ომი, რომელშიც ბრძოლა არ შემეძლო. ჰიპერბორიას კუნძულზე გავიქეცით, მაგრამ როგორც ჩანს, საკმარისად სწრაფად ვერ ვირბინე. ესე იგი უკან დასაბრუნებელი მიზეზი აღარ გაქვს. ჩემსავით. მეგობარი მყავს. ბატონო, შენზე უკეთესი მეგობარი არავინ მყავს, ბრიქსოს. შეიძლება ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ პრეფექტის არქივში უკვე შევიტანე მოთხოვნა შენი გათავისუფლების შესახებ. შენ თავისუფალი ადამიანი ხარ.
თავისუფალი, გესმის მეგობარო. მადლობ. ტიტუს ვალერიუს ტაურუს. მაგრამ მე ყოველთვის თავისუფალი ვიყავი. მართალი ხარ ბრიქსუს. არ მომწონს ეს ადგილი. რისი გეშინია ბრიქსუს? აქ საფრთხე არ გვამუქრება. დალი. ბრიქსუს. 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 მეგობარო. შენს იმპერატორს გადაეცი, რომ ამაზე პასუხის ძიება არ ღირდა. ყველანი გავიგებთ. ყველანი. ბრიქსუს. ადრე თუ გვიან. ბრიქსუს მეგობარო. ჩემო მეგობარო. მეგობარო. ჩემო მეგობარო. თუ ხელერგი მეთქვა, რომ მისი სული სიკვდილს სიცოცხლის ჭიდილში იყო, მაგრამ ამ დილით ასე არ არის. მარტო დაბრუნდი? ვერ მოიყვანე? პირობა ვერ შევასრულე. მაბატე, დაბიტა. მაბატე. რაც იხარ საყვარელო. ექიმს დაუძახეთ. სწრაფად, ექიმს. გვიან. არა. დაბიტა. დაბიტა. რომეო უნდა გამაგრდე. დაბიტა. დაბიტა. დაბიტა სული ახლა ზემოდან დაგვცქერეს. ბატონო, ვიღაც კაცია მოსული. ვინ არის? გალილეადან ვარო. იესო ნაზარეველის ერთ-ერთი მიმდევარია. ვუთხარი, რომ ეს ფარისევლების სახლია და აქ შემოსვლა კანონით დაკრძალულია. შემოვიდეს. მაგრამ ბატონო, ის მიმდევარია. შემოვიდეს.
მე ვარ. პეტრე. ეს არის დავიდა. დიახ. მაგრამ გვიანა. შენ დაიგვიანე. გვიანა, გარდაიცვალა. მასთან მარტო დამტოვეთ. ილოცეთ. წამოდი, გავაკეთოთ, რასაც გვეუბნება. წამოდი. უნდა წავიდე. ფარისევლები უკვე შეიტყობდნენ ჩემს აკვაფნას. შენი რწმენისთვის მადლობელი ვარ. რომაელო. მე რწმენა არ მაქვს. ასე ამბობ, მაგრამ უფრო მეტს გამოხატავ, ვიდრე ლოცველები მონასტერში. შვიდობით, ტაურს. მასთან წადი. ტაურუს. შენ ხარ? დავიდა. მისია, რომელიც მე და მე ვალა წარმატებით განხორციელდა. ახლა ნამდვილად მჯერა, რომ იესო ნაზარეველი მკვდრეთი დასდგა. ის დღესაც ცოცხალია და მე მისი ძალაუფლების მომსწრე გავხდი. ჩემმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ იესოს სიტყვებს შეუძლია მათი შესვლა, ვინც მოისმენს. ჩვენ რომაელებმა სამყარო შიშის ქვეშ მოვაქციეთ. მაგრამ აქ ახალი სამყაროს, ახალი სამეფოს საფუძვლები აღმოვაჩინე. იქ, სადაც ხალხი არა შიშით, არამედ სიყვარულით ცხოვრობს. წასასვლელად მზად ვართ? დიახ, ბიძა ჩემო. ყველაფერი მზად არის. მაბადე, მაგრამ შევეცდები გადაკათქმევინო. შენი ჯანმრთელობა რომამდე გზავრობას როგორ გაუძლებს?
მინდა ჩვენი სენატორები გავახარო. საკითხი, რომელიც მათ უნდა გავანდო, უფრო მნიშვნელოვანია. ხვალმე მივამგზავრებით. და იქნებ ამოცნობი მასწავლებლის მოზღურება მართლაც შეცვლის ადამიანების გულებს და მათ ომიდან მშვიდობისკენ შემოაბრუნებს. დღეიდან თქვენ განსაჯეთ, იმპერიისთვის ეს კარგია თუ ცუდი. კალიგულა, ფიზიკოსები ამბობენ, რომ იმპერატორი კინაღამ გარდაიცვალა, თუმცა ახლა ცნობიერება ისევ დაუბრუნდა. მაგრამ ასეთ მდგომარეობაში რომამდე ვერ ჩააგდებს. გამგზავრება უნდა გადავდოთ. დიდება. საშიში აღარაფერია. წადით. სენატისთვის სიტყვა მოვამზადე. შეიძლება გავიგო რაზეა ბიძაჩემო? მე კეისარი ტიბერიუსი, რომის იმპერატორი, დღეს ბრუნდები რომში, რათა რომის მამებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადავცე. საქმე იმ ახალ კულტს ეხება, რომელიც იუდეაში გავრცელდა და რომელიც მშვიდობასა და ჰარმონიას ემსახურება. მე გთავაზობთ, სახალხოდ აღიაროთ ის, როგორც იმპერიის ახალი რელიგია. მაგრამ იესოს კულტი იმპერატორის აღმერთებას ეწინააღმდეგება, ბიძაჩემო. განა ეს ბებერის სხეული ღმერთს მოგაგონებ? როგორ მიიღებ იმ რელიგიას, რომელიც ყველა ადამიანის თანასწორობას გადაგებს? თავისუფალის და მონის, რომაელის და ბარბაროსის, ქალის და კაცისაც კი. დაფიქრდით, ბიძაჩემო. ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა. ასე იყოს. ახლა კი წადით. ასე იყოს, ბიძაჩემო. გინდა ჯვარზე გაგაკრან იმისთვის, რაც აქ ნახე. თუ ირჩევნია ერთგულება შეჰპიცო ახალ იმპერატორს. დიდება გაიუს კალიგულას, რომის იმპერატორს. ამ ტრაგიკულ ამბავს სენატს შენში ატყობინებ. და საკადრისი პატივი მიეგო სუფლის მიერ, ისევე როგორც თავის დროზე მე მომეგება. ხოლო რაც შეეხება მის მოსაზრებას იუდეველთა ღმერთის შესახებ, დაწვი. იუდეაში კი ახალი ბრძანება უნდა წაიღო. ტიტუს ვალერიუს ტაურუს მიესაჯოს
ყველა დოკუმენტი გაანადგურე, სადაც მის გამოძიებაზე წერია. როგორც მიბრძანებთ, იმპერატორო. ახლა უკთავებას ვერავინ წამაგნებს. პიცა ჩემო. ჯარისკაცო. სასწრაფოდ იუდეის პრეფექტს გადაეცი. სასიკვდილო განაჩენია, წადი. დრო ეს წერილი დავასრულო და შეგატყობინოთ, რომ თავად მე რომში აღარასოდეს დავბრუნდები. მაგრამ მარად რომის იმპერიისა და მისი იმპერატორის ერთგული დარჩები. შვიდობა. ტრიბუნს ვეძებთ. ვინმე ტიტუს ვალერიუს ტაურუს. ისნობ? არა. არასოდეს გამიგია? შვიდობა. გადავწყვიტე იესოს მიმდევრებთან ერთად ვიცხოვრო. იმის იმედით, რომ ჩემთვისაც გამოჩნდება ადგილი ამ ახალ სამყაროში, რომელიც ნამდვილად არსებობს. შვიდობით. ნუ მომძებნით, რადგანაც ჩემი ადგილს სამყოფელი არავის ეწოდება, ეს ჩემი უკანასკნელი წერილია. ერდროს რომის მეშვიდე ლეგიონის მეთაურის ტიტუს ვალერიუს ტაურუსისგან, რომის იმპერატორ ტიბერიუს ავგუსტუს. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია საქართველოს